რომ იყო ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი. მე პირადად ძალიან მომწონს თვითონ ფილმის სახელი რუხი ზონა, იმიტომ რომ ზუსტად იმ კონტექსტს გამოხატავს, რომ ჩვენ გვგონია ომი მხოლოდ არის ბომბებით და ტანკებით, რაც სინამდვილეში ასე არ არის. თანამედროვე სამყაროში ძალიან დიდი საფრთხე არის სწორედ ამ ჰიბრიდული ომის და ეს რუხი ზონაც ამას კარგად აჩვენებს, რომ სამწუხაროდ რუსეთს ომი აქვს საქართველოში გაჩაღებული ბევრ ფრონტზე და ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს, რომ რეალურად შეაფასოს და იცოდეს ის საფრთხეები, რა საფრთხეების წინაშეც რუსეთი გვაყენებს და სამწუხაროდ როგორ ყოფს ქართულ საზოგადოებას და იმედი მაქვს, რომ რაღაცნაირად ჩვენში ვიპოვით იმ ძალას, რომ უფრო მეტად გავერთიანდეთ, დავივიწყოთ ეს გახლეჩილობა და რუსეთს არ მივცეთ იმისი საშუალება, რომ წაგვართვას დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და შევინარჩუნოთ და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო. ტიპის ინფორმაციას ამბობენ, რომელიც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ ეფექტიანად ეხმარება, რომ დაგეგმონ მსგავსი ტიპის საინფორმაციო ციკლები. ძალიან მომეწონა იდეა თვითონ აი ამ ფილმის საწერის, იმიტომ რომ რაც აქამდე ვთქვათ იდეის დონეზე მქონდა მე პირადად გაგონილი, როგორც რიგით მოქალაქეს ყველაფერმა ერთად ერთ ფილმში მოიყარა თავი და საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო საფუძველი ჰქონდა ამ ყველაფერს. მე ვფიქრობ, რომ ეს ფილმი აუცილებლად უფრო ფართო მასშტაბზეც უნდა ამ ფილმის გატანა უფრო ფართო მასშტაბზეც უნდა მოხდეს და ფართო საზოგადოებაზეც უნდა იყოს გათვლილი, რომ მქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს სწორი შეხედულება იმ რეალობაზე, რაც დღესდღეობით არის. თუნდაც ადრევანდელ საინფორმაციო ომზე, იმიტომ რომ დღესდღეობით ინფორმაციულ ომში ვიმყოფებით. პირველი პოლიგონი ვართ სხვა ქვეყნების იგივე საერთაშორისო სფეროში გასაკეთებლად რაღაც საშუალებებს. საზოგადოებაში სერიოზული პრობლემა დგას საინფორმაციო კუთხით, ვინაიდან ის რაც თქვენს ფილმში იყო გადმოცემული, სინამდვილეში ახლა გვაქვს ზუსტად ის ეტაპი, როცა უნდა ვიცვლიოთ რუსული პროპაგანდა როგორ მუშაობს საქართველოში. ფაქტი არის, რომ საზოგადოება ორად არის გახლეჩილი და ეს არის გამოწვეული სწორედ იმ მანიპულაციებით, რასაც რუსეთის სამსახურები აწარმოებენ საქართველოში. ზოგადად საინფორმაციო ომი დღევანდელ მსოფლიოში არის ძალიან აქტუალური. დღესდღეობით უკვე პრაქტიკულად ომი ნაკლებად მიმდინარეობს ბომბებით, უმეტესწილად მიმდინარეობს ხოლმე როგორც წესი საინფორმაციო ომი, რაც ახდენს მოქალაქეების აზრის ფორმირებას და ჩვენ სამწუხაროდ უკვე გვაქვს ეს ეტაპი საქართველოში, რასაც დღევანდელი აქციებიც ადასტურებს, ვინაიდან ქვეყანა არის პრაქტიკულად გაყოფილი ორ ნაწილად, რომელიც შედარებით ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს და დღემდე გრძელდება.